გამოცხადა მზეამაღლობელის განაჩენი 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მედია მენეჯერს. გადაკვალიფიცირდა მზიას მუხლი, მაგრამ ეს რეალურად არ ნიშნავს შემსუბუქებას, ანუ პოლიციელზე ძალადობა მაინც დარჩა ეს შინაარსი სამართლებრივად. მაგ დროს გაქვს 2 არჩევანი. ანუ უბრალოდ უნდა წახვიდე და თქვა რომ მე ეს არ შემიძლია, ან თუ რჩები, იწყებ მუშაობას, რომ ეს შეცვალო. ერთ-ერთი ასეთი ბოლო შემოვარდნის დროს, როცა ჩემთან ახლოს მოვიდა, ვიგრძელი და თავი ავწიეს, შემაფრთხა სახეში. შემდეგ თავის თანამშრომლებს უთხრა, რომ წყალი არ მოეწოდებინათ და არც ავიაფარშოში გავეყანე. ეს პირი ეგრეთ წოდებული დაზარალებული ირაკლი გეგუაზელი. თუ ნათესავი არ ხარ, ვერ ნახულობ. არა. ხო, და ყველაზე ამის შემდეგ დამცირება, ოღონდ სხვა ფორმით მისმა თანამშრომლებმა გააგრძელეს ხელბორტილები დამაძეს, ოღონდ ზურგს უკან შემიკრეს. ზუსტად ვიცი ერთი რამე. ანუ ამას მივხვდი 12 იანვრის დილას. როდესაც გავიღვიძე და გამახსენდა რა მოხდა იმ ღამეს. იმ წამიდან ვიცოდი რომ მზეას არ გამოუშვებდნენ. ანუ უბრალოდ იმ წამიდან რაც სახალხო დამცველის წარმომადგენელს წამოწდა რომ ამაღლობელთან იყო სისხლით მოსული. ხო, აი მაგ მომენტში მივხვდი რომ რაღაც რომ არაფერი აღარ იქნებოდა ისე როგორც მანამდე იყო. და მე იღებ რაღაც ტიპის გადაწყვეტილებას რა, როგორ აგრძელებ როგორც მსხვერპლი ცხოვრებას და არსებობას, თუ აგრძელებ ჩვეულებრივ ცხოვრებას ბრძოლით და ძალიან ისე თავაუღებელი მუშაობით, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ერთადერთი რამე რითაც ჩვენ შეგვიძლია მზიას დავეხმაროთ იმ პირობებში, როდესაც არ გაქვს სასამართლო სისტემა, იმ პირობებში, როდესაც არ გყავს რეალურად პროკურატურა, სახელმწიფო ბრალმდებელი არ არის სახელმწიფო ბრალმდებელი, ის რაღაც უფრო სხვა რაღაცა სისტემის ნაწილია, რომელიც კონკრეტულ მითითებებს ასრულებს. როდესაც არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რითაც შეიძლება სამართალი იპოვო ქვეყანაში, მაგ დროს გაქვს 2 არჩევანი. ანუ უბრალოდ უნდა წახვიდე და თქვა რომ მე ეს არ შემიძლია, ან თუ რჩები, იწყებ მუშაობას, რომ ეს შეცვალო. რადგან მე ვფიქრობ, რომ არც ერთ ადამიანს, ანუ ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია შინაგანად არის ადამიანი უსამართლობასთან შეუგუებელი, ვერ ეგუები უსამართლობას და თუ ეს უსამართლობა შენ გეხება განსაკუთრებით ეგაა რთული და შეუძლებელი, რომ ამას შეეგუო. და ჩვენ 7 თვეა ამ უსამართლობასთან შეუგუებელ ბრძოლაში ვართ და ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ შევეგუო, არც კი ანუ მე ჩემ თავს ვერ ვაძლევ დაღლის უფლებას. ანუ ვამბობ, რომ არ ხარ დაღლილი. მე რა დაიღალე, დაიზინე, გაიღვიძე და იმუშავე. იმიტომ რომ ეგ არის ერთადერთი გზა, რომ არ შევეგუოთ. რა მომენტშიც კი მაგალითად მე ერთი ადამიანი დაუშვებ რომ დავიღალე და ამას უნდა შევეგუო, იმ დღეს წავაგებ ჩემი ცხოვრების თავარ ბრძოლას.
5 წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ გადაიდო სასამართლო პროცესი 4 აგვისტომდე თვითონ მზია ამაღლობელის მოთხოვნის საფუძველზე, იმიტომ რომ საბოლოო სიტყვის თქმა უნდოდა და ძალების აღდგენისთვის მჭირდება დრო. არაფერი არ არის საქმეში რეალურად, გარდა სრულ ჩვენებები და ძალიან კარგად ადვოკატმა ისე დეტალურად ეს ყველაფერი ახსნა, მართლაც 10 საათი ვიყავით და ამის იქით უკვე აღარაფერი არ არის სათქმელი. ყველაზე მთავარი კითხვა მქონდა მოსამართლესთან. აქვს მას ის უნარები, რომ გაუძლოს ამ ხელას სახელისუფლებო ზეწოლას, რომელიც პროცესის მიმდინარეობის პარალელურადაც კი კომენტარებით ფეხ მოგზდებდნენ. და ამტკიცებდნენ, რომ არა, ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რომ არა, უნდა დაისაჯოს ასე, არა, უნდა დაისაჯოს საგანგებოდ, რომ ის იქ არის, სადაც უნდა იყოს. რაც მზიას ვიცნობ, ერთადერთხელ იყო მარტო მშობლებაში. ერთხელ იყო მარტო მშობლებაში, ისიც რაღაც ვაიძულეთ, რომ წასულიყო. ანუ და თითქმის არასდროს არ ისვენებდა შაბათ კვირასაც. კი. ხო ეს შეიძლება ვიღაცისთვის ან მენეჯმენტის სახელმძღვანელო შეიძლება ცოტა სხვანაირად წერია და ეს რაღაცა მენეჯმენტის კოუჩებმა და გურუებმა სხვანაირად გადათარგმნეს, მაგრამ ხო ის იყო მენეჯერი, რომელიც სულ მუშაობდა და შენ გაძლევდა სტიმულს და არის მენეჯერი. იყო არა, არის მენეჯერი. შენ გაძლევდა სტიმულს, რომ უკეთესი ყოფილიყავი, უკეთესი გამხდარიყავი, ნუ რაღაცა დრო გამოგინახა მეტი სწავლისთვის იმ ყველაფრის პარალელურად. დაახლოებით 2 საათის წინ დასრულდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 4 აგვისტოა. დღეს დასკვნითი სიტყვა თქვა მედია მენეჯერმა, რომელიც უკვე 7 თვეა უკანონო პატიმრობაშია. შეგახსენებთ, რომ მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას. მას შემდეგ, რაც პოლიციამ ჯერ მზია ადმინისტრაციული წესით დააკავა, სულ ცოტა ხანში კი სისხლის სამართლის მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ერთი მნიშვნელოვანი დეტალია აქვს, რომ მზია ჩამოყავთ ხოლმე რუსთავიდან, რუსთავის პენტენციური დაწესებულებიდან დილით, სანამ სასამართლო პროცესი დაიწყება და შემდეგ უკან მიყავთ ხოლმე და წინა პროცესზე. შეგახსენებთ, რომ 10 საათი მზია იდგა ფეხზე, ეს არის მისი აი ამ პროტესტის გამოხატულება და პარალელურად ის არ ჭამს ხოლმე, ანუ არ იღებს საკვებს პროცესის დროს და არც გზაში. შესაბამისად წარმოიდგინეთ, რამხელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისთვის ესე მოკლე დისტანციებში ჩამოსვლა და უკან დაბრუნება. ეს ერთი. მე მეორე, მზიას აქვს ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი პრობლემა. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ამაზე ვერ ვლაპარაკობდით, იმიტომ რომ მზია ეგეთი, რომ არავინ ჩათვალოს, რომ თითქოს რაღაც შეღავათებს ვითხოვ. სანამ რაღაც კატასტროფის ზღვარზე არ მივედით და ცოტა მისი ინტერესების უგულებელყოფაც არ მოვახდინეთ იმის გამო, რომ მას არ უნდა და ამაზე ლაპარაკი. არ მინდა ახლა სპეკულაციები სხვა მის ადგილას როგორ მოიქცეოდა, მაგრამ მზიას ქცევაც თუნდაც შიმშილობის პერიოდში, როდესაც მართლა ძალით გადავიყვანეთ კლინიკაში, აი თხოვნებით და ვიცი რაღაცა 1000 ემით და მერე დაგვაბრალეს ჩვენ მის ახლობლებს და თანამშრომლებს, რომ არც კი თხოვესო შიმშილობის შეწყვეტაო და როგორც კი რაღაც დარეგულირდა ოდნავ ნორმას გადაცდა კი არა, ნორმას მიუახლოვდა, მაშინ მოითხოვა ციხეში დაბრუნება. ესეც ბევრ რამეს მეტყველებს მზიას დამოკიდებულებაზე მისი ჯანმრთელობის მიმართ, რომ ის არ ითხოვს რამე პრივილეგიას, ის ითხოვს სამართალს და არ გთხოვთ გაითვალისწინოთ ის, რომ ქალი ვარ. შუახნის ასაკში. და ნუც იმას გაითვალისწინებთ სახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არ მაქვს. ჩემი საქმის სამართლიანობის დასადგენად თქვენივე პიროვნების, თქვენივე პროფესიის პატივისცემა და ჩვენი მტკიცებულებების შესწავლად კი საკმარისია თქვენი მხრიდან მხოლოდ.
მისი ეს დგომაც ფეხზე არის მე ასე ვთარგმნი ყოველ შემთხვევაში ამას პროტესტი უსამართლობაზე პროტესტი იმ ყველაფერზე რაც მან როგორც ქალმა გამოიარა როგორც ადამიანმა რომელსაც ჩაკეტილ ოთახში მესამე სართულზე პოლიციის შენობაში უკან შეუკრეს ხელები ხელბორკილით და როდესაც ქალ პოლიციელს რომელიც მოვიდა სასამართლო პროცესზე და ჰკითხა რომ ეს რატო გააკეთეო იმ პოლიციელმა უთხრა რომ მეო მეშინდაო ფანჯრიდან არ გადამხტარიყავითო ანუ და პოლიციელს როდესაც თხოვა რომ წყალი დამალევინეო ამ პოლიციელმა ბოთლი დაუდო მაგიდაზე ხელებ შეკრულს. ეს ყველაფერი. ანუ აქ აღარ გულისხმობ იმას რამ ხელა შეურაცხყოფა მიეყენა ირაკლი დგებუაძემ, რაც ისედაც ყველა მიცის და ბევრი გვილაპარაკია, როგორ აგინა, როგორ წარმოუდგენელი სიტყვებით, უშვერი სიტყვებით აგინა, ლანძღა, რაც ყველამ მოვისმინეთ საჯაროდ. რაც საჯაროდ მოვისმინეთ და მედიაში მოხვდა, ეგ რა იყო და რაც ვერ ვნახეთ, რისი კადრიც არ არსებობს, შეგვიძლია უბრალოდ წარმოვიდგინოთ. და მე არ ვიცი, ესეთი ყველაზე ესეთი ღირსების შემლახავი ამბავი ჩაიდინა და სახეში შეაფურთხა. აი ამ ყველაფერზე პროტესტია ჩემი აზრით მზიას ქცევა, იმიტომ რომ ხო, ჩვენ ვერ ვეტყვით, რომ მზე ამაღლობელი განსასჯელის სკამზე იჯდა, არ იჯდა. იმიტომ რომ ის მას დანაშაული არ ჩაუდენია და როდესაც ვამბობთ, აბა ხო გაარტყა გვეუბნებიან. გაარტყა, კი, გააწნა, მაგრამ დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით სილის გაწნა არ არის დანაშაული. დანაშაული არის ჩვენ ყველა მიმეცადინეთ სისხლის სამართლის კოდექსი, მთელმა საზოგადოებამ. სისხლის სამართლის კოდექსში 353 პრიმა მუხლშიც კი არ არის სილის გაწნა, ანუ რის მიხედვითაც აქვს რა ბრალიც აქვს მზიას ის არ ჩაუდენი. დაახლოებით 9 საათის შემდეგ ვნახე, რომ რეალურად აი პურის მიდამოში მქონდა სიცოცხლე. წამიერი ტკივილი მოგაყენათ, მაგრამ გაწითლებული ლოყა ჰქონდა 15-20 წუთის განმავლობაში? დაახლოებით ხო, ესე იმიტომ რომ თანამშრომლებმა მაგალითად რამოდენიმე თანამშრომელმა ეზოში ყოფნის დროს დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მითხრეს, რომ ყურზე სიცოცხლე გაქვს და შესაბამისად ესე იგი მქონდა, ეხლა მე ვერ ვხედავდი, მაგრამ მე დაახლოებით 9 საათის შემდეგ ვნახე, რომ რეალურად აი პურის მიდამოში მქონდა სიცოცხლე. ისე გუშინ ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზეზი პოლიტპატრონების ოჯახის წევრების იყო მზია ამაღლობელი, ადამიანი, რომელიც ალბათ არ ვიცი, ასეულობით ადამიანის გასაკეთებელს აკეთებს, ადამიანი, რომელიც მაგალითია სიმამაცის და არა ის რომ გვინდოდა ვალდებულებიც კი ვიყავით, რომ დავსწრებოდით მის პროცესს და მართალია იმისა, რომ ვიცით რა განაჩენს გამოიტანენ დაახლოებით ამ პროცესებიდან გამომდინარე, თუმცა სულ ვიმეორებ, რომ ეს მზიას განაჩენი არ არის, ეს განაჩენი დგება იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც არაფრის გამო გამოკეტა ადამიანის ციხეში. თავისუფლება გიორგი მინდაძეს! თავისუფლება დავით ლომიძეს! თავისუფლება თეიმურაზ სასოხაშვილს! თავისუფლება ჩემს თანაქალაქელს საბაჯიკიას! Thank you.
ხო, ანუ გადაკვალიფიცირა მოსამართლემ არსებული მუხლი რაც იყო და პრიმა მოუხსნა მოკლედ და 2 წელი არის თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე დიდი სასჯელი არის ჩვენთვის და რაც ასევე უსამართლო სასჯელია მზიას შემთხვევაში. სიმართლე რო თქვა, მე მქონდა მოლოდინი გადაკვალიფიცირების მათ შორის იმის გამო, რომ ძალიან აშკარა იყო, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ბრალდება ვერ აღწევდა პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაციას, ამგვარი კვალიფიკაციას უბრალოდ აბსურდი იქნებოდა. და მე ყველაზე ცუდ შემთხვევაში ველოდებოდი 353-ან 126 კვალიფიკაციას, ეს არის წინააღმდეგობის გაწევა პოლიციელისთვის, ანუ უბრალოდ ძალადობა და როგორც ჩანს ამ ორ სხვა ალტერნატიულ მუხლში სასამართლომ აირჩია 353-ზე, იმიტომ რომ პოლიციელის ფაქტორი და მის მიმართ ქმედების ფაქტორი მაინც შეენარჩუნებინა და ამავდროულად, როცა მან 353 გამოიყენა, სამწუხაროდ არ გამოიყენა უფრო ნაკლები სასჯელები, რომელიც ამ მუხლს აქვს, თავისუფლების შეზღუდვა 3 წლამდე ვადით ან და ჯარიმა და ყველაზე მძიმე სასჯელის ეს დაბალი 2 წლიანი ვადა გამოიყენა, რაც რა თქმა უნდა უსამართლო და არაპროპორციულია და ბუნებრივია, რომ დაცვის მხარე უკვე სასამართლოში გააგრძელებს დავას, როგორც კვალიფიკაციაზე, ისე გამოყენებული სასჯელის ზომაზე. თუმცა ჩემთვის აშკარაა, რომ ქართულ ოცნებას მოუწია უკან დახევა. მე შეუძლებელია ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება, ინდივიდუალურმა სამართლის გადაწყვეტილება ამ საქმის მაღალი პოლიტიზაციის და სასამართლო ხელისუფლების დეგრადაციის პირობებში, როგორც ჩანს, ეს იყო უკან დახევა, რაც გამოიწვია საზოგადოების ძალიან მაღალმავკმაყოფილება ამ საქმის მიმართ, საერთაშორისო წნეხმა, მათ შორის ალბათ იმ კონტექსტმა, რომელშიც ვართ, გარკვეულწილად ხო საარჩევნო კონტექსტმა, ამიტომ მან გარკვეული უკან დახევა და ნორმალიზაცია აჩვენა, თუმცა ეს სასჯელი და ეს კვალიფიკაცია მაინც უსამართლო და მძიმეა, ამიტომ მნიშვნელოვანია სამართლებრივი დავის გაგრძელება. მე მოწმე ვიყავი და ვერ ვნახულობ მთელი სასამართლო პროცესები, ისე გავიდა, გარეთ გავატარე. არ მქონდა უფლება, დარბაზში შესულიყავი და მენახა. და აი ეს მომენტი, როგორ ველოდებით, ყველა ჯერზე იმ კარის გაღებას ადამიანები ვიღაცები ვერ ვახერხებდით, მთელი 7 თვე ვერ ვახერხებდით დარბაზში შესვლას, იმიტომ რომ ჩვენება უნდა მიგვეცა. ვიღაცები არიან, რადგან დარბაზი პატარა და ივსება, ვერ ახერხებენ და ერთადერთი მომენტი, რომ ზიას შეხვდე, ზია დაინახო, ან უბრალოდ მისი ლანდი დაინახო, არის ეს ვაჟბშაველას ქუჩაზე სასამართლოს შავი კარი. და მთელი 7 თვე ჩვენ გქონდა, არ ვიცი, ხო, მადლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მანდატურებს, რომ ადამიანები არიან და არასოდეს ჩვენ მათთვის პრობლემა არ შეგვიქმნია. აი უბრალოდ ჩვენთვის ვიდექით, მანქანა შევიდოდა, გამოვიდოდა, ველოდებოდით და აი ჩვენ ვინც ვერ ვახერხებდით შიგნით შესვლას, აი ის მომენტი, ეს რაღაც სილუეტი იყო თან ბევრი რაღაცის და ბოლო 2 სასამართლო პროცესი დგებუაძის პოლიციამ. ჩვენ წაგვართვა ამის საშუალება. ანუ ესე რაღაც უცებ ეს შავი ჭიშკარი გადაშავდება პოლიციელებით, გაივსება პოლიციელებით, შემოვლენ ჯაჭვს აკეთებენ და იმის ნაცვლად რომ ის რაღაც წამიერად მზიამ ჩვენ და გვინახოს ხედავს შავ ფორმიან ადამიანებს, რომლებიც მისთვის ნაცნობები არ არიან. გეოდებით ყოველ ფილარმონიასთან მარშით მზია თავისუფლებისთვის პარლამენტისკენ თავისუფლება მზიას. ყველანაირი სისტემური ძალადობა ჩაიდინეს მზიას წინააღმდეგ და ამას სულ ვამბობ, რომ იმედი მაქვს. მე ყოველ შემთხვევაში ვიცხოვრებ იმისთვის, რომ ყველამ, ვინც ამ დანაშაულში მიიღო მონაწილეობა,
ვინც ამ სპეცოპერაციაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიიღო მონაწილეობა, მიიღოს სასამართლო პროცესი სამართლიან ქვეყანაში და გასამართლდნენ მართლზომიერად. ანუ მე სხვანაირად ვერ ვხედავ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელების შანსს. რუსთაველზე ჩამოვედით დღეს მზიამაღლობელი სასამართლო პროცესი იყო და გზაში გავიგეთ, რომ გიორგი ახობაძე მოსამართლე რომეულ ტყეშელაშვილმა გაამართლა და სასამართლოს ხდომის დარბაზიდან გამოუშვა. გიორგი ეგრევე წამოვიდა რუსთაველზე, მარში იყო დღეს დაგეგმილი მზიამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად ფილარმონიიდან რუსთაველამდე. ინოს მინდა ჩემი სოლიდარობა უთხრა უკვე აქედან, ჩემი თანადგომა და მინდა რომ ხნედიყვნენ, უთხრა რომ ხნედიყვნენ. ეს ზღაპარი რაღაც რომელიც მოგვიყვნენ დღეს ვითომ გადაკვალიფიცირებით და ისევ რომ პატიმრობაში დაგვიტოვეს ზია ეგ ზღაპრები მოუყვნენ სახში ერთმანეთს. იმიტომ რომ ზია უნდა ყოფილიყო თავისუფალი და 2 წელი იქნებოდა 4 თუ 7 ეგ თვალონ თვითონ ეგ ჩვენ არ გვაინტერესებს და ეს სიმულაციური რეალობები შეუქმნან ერთმანეთს. სამართლიანობა უნდა დადგეს და არ იქნება სამართალი, არ იქნება მიღება.